თელავის ნომერ 17 საოლქო საარჩევნო კომისია გენდერულ სტატისტიკას აქვეყნებს, როგორც ტელეკომპანია თანამგზავრს. საოლქოს თავმჯდომარემ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ქალ ამომრჩეველთა 52%-მა, ხოლო მამაკაცების აქტივობა 48% დაფიქსირდა. დავით კალავიშვილის განმარტებით ორივე სქესის წარმომადგენლები კენჭისყრის დღეს მეტნაკლები აქტივობით გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე გენდერული სტატისტიკა CESCOM წელს პირველად გამოაქვეყნა. მეორე ტურში მონაწილეობა სულ მიიღო ქალმა ამომრჩეველმა 52%-მა, კაცმა ამომრჩეველმა 48%-მა. თუ ამას შევადარებთ პირველი ტურის მონაცემებს, პირველ ტურში თითქმის თანაბრობა ჰქონდა, 49.5% იყო ქალი ამომრჩეველი მისული პირველ ტურში ხმის მისაცემად, ხოლო 50% იყო კაცი ამომრჩეველი. ანუ დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ მეორე ტურში ქალების აქტივობამ გადააჭარბა კაცების აქტივობას.